ერთ-ერთი სკოლა დამიკავშირდა და დამრიგებელი მეუნება რომ ბოლოზარი გვინდა რაღაცა ძალიან ადრეა მე ვუთხარი მეორე წელიც მაისშია ხო არა უნდა მოხვიდეთო და გვაქვს ჩვენ რაღაცა სცენარები რომ უნდა გაანაწილოთო არა მე ვუთხარ უნდა გავანაწილო ეხლა და ოქტომბერია მე ვუთხარი ეხლა და არა მითხარ რომ ერთი მოსწავლეაო პატარა ერთკუპლეტიანი ლექსიაო და ახლა მიეცითო ვითომ მიეცითო იმიტომ რომ ვერ სწავლობსო და მაისამდეო მაგას ჭირდება დრო რო ისწავლოსო ოქტომბერზეა ლაპარაკი ხო და როგორ ჩანს ეს ბავშვი რაღაცა კაიმანიშვილია რაღაცა დანძაძაბული იყო მასწავლებელი თან არ უნდა რომ ისა ამოეგდო ამ ღონისძიები როლი უნდა ქონოდა და მივედი ეხა და მეთქი ისა მართალია ჯერ ადრეა მაგრამ უნდა გავანაწილო რაღაც როლები აი თქვენ მაგალითად და ვიცი ვინც უკვე ვინც უნდა მიცე ამბიც ვეუნები რომ აი თქვენ მაგალითად ეს ერთკუპლეტიანი ლექსი მაისამდე რო ისავლოთ თქო ოქტომბერში ვეუნები და გადაირი ეს ბიჭი მაისამდე რა ამბავია თქვენ ამას 5 თვეში დედას რაუჩი რა ამბავია მაისი ფიხაზი აია 90-იანებში რომ დამაბრუნო მე არ გამიკვირდება და არ მეტკინება და არ მეწყინება იმიტომ რომ ისეთები გავიარეთ არ ვიცი 8 ტონა ხახვი მაქვს ვედროებით დატვირთული ეგ როგორ ყა აი ეგრე მოვიდა ერთი და 8 ტონა ხახვი მაქვს და უნდა გადავტვირთო და რამდენად დაცლევ ძალიან გვიჭირდა რა ყველა ძალიან უჭირდა რა განსაკუთრებით რეგიონებს და 80 კუპონად თან წინა დღეს შემოვიდა კუპონი გაიგე და 80 კუპონად მე და ჩემი ძმაკაცი ვედროებით ბიჭო ხო დავტვირთე და 80 კუპონი და გავიყეთ ზმურად 40 მან წაიღო 40 მე წავიღე და მეორე დღეს ეს 80 გახდა 8 თეთრი ჯერსი ჩიპოლინოს დედავიგინე ამ ხახვის გამო ბიჭო მე ერთი წელი არ ვჭამე იმიტომ რომ იმდენი ვისუნთქე რომ ტანში მქონდა უბრალოდ ზეთში თით ჩავდებდი და უკვე მოვსო დამთავრდა ეს ხახვიანი იყო და ორი წელი არ ვჭამე ხახვი და მეორე წელი უკვე პროტესტის გამო იმიტომ რომ ნუ ეს რა დღეში ჩავარდი მაგიტო ვიძახი ბიჭო ჩვენ გაუძლეთ უარესები გვაქვს გაკეთებული ნანახი უბრალოდ ახალგაზრდები მეწოდებიან ხო, არა, ბოლო შეშაზე და გაზეთებზე ვწავდით. აი, გაზეთებზე საჭმელს და ამას გავიხსენებ და მორჩა რა. 90-იანებია და ყველაფერი ერთად გამოირთო. სულ ყველაფერი ერთად გამოირთო. გაზი, ელექტროენერგია, ბენზინი გათავდა. ხო. დამთავრდა, ანალგინი გათავდა. ყველაფერი გათავდა. ბინტი, მარლა, პალტი ხაღა. ბიჭო, ვართ ესე და სტუმრად მივედი ერთ ჩემ მეგობართან რა და რა გაჭამოთო? მაქვს მარტო კარტოფილიო, მაგრამ ზეთიც რაღაცა, მაგრამ რაზე შევწვა არაფერი არ მაქვს და მამისმა მე ვიცი რაზეც უნდა შევწვათო. ხო. მოდიო, აიღო ეს ტაფა, დავთვალეთ, ჩავყარეთ, მე ცნობილი მე კარტო ახალციხეში აბა რა, კარტოფილი ჩვენია. დავთვალე რაღაც, დავყარე ამ ტაფაზე და ასხა და დაიჭირეო, მე მითხრა ტაფა დავიჭირე. თავიშს უთხრა, გამოიტანე გაზეთებიო, გამოიტანა და ეს ჩემი ძმაკაცი გაზეთებს უნთებს, მე ტაფა მიჭირავს, ეს ძმაკაცის მამა ურევს. მოკლედ შევწვით, ზეგისთვის შევწვით, ამან დაამოვამერე დიდი ისინი გააკეთა ეს გაზეთები და ნელ-ნელა უწვათ მიდა რა ამ ცეცხლს. ცეცხლს დაუწია არ მიიწვას და პარს დაუწევ. შევჭამეთ. ნუ რა შევჭამეთ ახლა მაგას უცებ მიხვდებით რა შევჭამეთ. რო დავამთავრეთ ყველაფერი. ხვალო კიდე შევწვათო, ოღონდ სოფლის ცხოვრებაზე, ეგეთი გაზეთი იყო სოფლის. რატო მეუთხარ და კომუნისტს უდიდებოა. გაზეთს რომ ამლი ხოჭად აი წალამზე რატო წავე რომ წალამის. აი გაზეთები გვაქვს ნაჭამი, არ ვიცი. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. ну ღამე ეთერი როცა მთავრდებოდა პირველ არხზე რჩებოდა მორიგე ინჟინერი რომელიც ну პარალელს აქცევდა რომ უბრალოდ იქ ცუდრიამი არ მოხდარიყო და
ღამე რა უნდა ეკეთებინა ახლა ხო ამ ორიგეს და ეთქობა რაღაც გერმანული პორნოგრაფია ქონდა რა. ხო. შეიძლება თავის უყურებდა ერთობოდა კაცი რა. ამ სიარულში დემეშ ეთქობა შეეშალა და ხელი იდაყვით დაეყნო რაღაცა და ეს ყველაფერი გადის გავარდა ეთერში რა. აუ. შევარდნაძეა პრეზიდენტი ამ დროს. აღმოჩნდა რომ ნანული შევარდნაძეს არ ძინავს. უყურე. და ჩართო ტელევიზორი. ის გია. გადის გერმანული პორნოგრაფია როგორი იცი? ბასის დას. აი. სასწაული ხდება. გააღვიძა სასწრაფოდან თუ შეხედა შეესწრებს რა ხდება. ინგრეოდა ტელევიზია, ესე იგი ინგრეოდა რასწორე როშ ტელევიზიის დირექტორი რო შევარდა საეთეროში და ეს კაცი რო წამოწოლილი ზის და უკვე რაში ავიცი რა ნეტარება შეუყურე ტელევიზიის დირექტორი მაშ ვინ იყო ზაზა შეკერე კაია სვანებს ჯერ მინდა მოვიკითხო ძალიან ბევრი სვანი მეგობარი მყავს და ძალიან მიყვარს ცხადია და ხშირად მიწევს ხოლმე სვანეთში ყოფნა და ულამაზესი ადგილი და მიყვარს სვანების იუმორი რა ხო და ჩემი მეგობარი მიყვება ეგეთ რაღაცას რომ ეს არისო რა ტრადიცია არ ვიცი მე ეს ამდენად ჩემ თუ არ მომატყუა ესეთი ტრადიცია აქვს ესო რომ ადამიანიო რომ მაგალითად გარდაიცვლებაო ხო ეს მაგალითად სახლში არა და მაგას სხვაგან პირობითად ან რაღაცა დაემართება ესე იგი, სადაც გარდაიცვლება იქო ყრიანო დებენ საკვებს, საჭმელებს, რაღაცა საჭმელებს, წესია ხო ესე და საკვე და მამალი მიყავთო რა. მამალი მიყავთო და ესე იგი, რაცო უყვარს დაო გარდაცვლილსო, მამალიო ნაღდად იმას ჭამსო, აი მართლაო რა. ეხა შენო გინდა ეს და არ გინდა ეს და არ გინდა მართლა იმას ჭამსო და მე იმ ადგილიდან მამალს გაუშვებენ ესე თოქს მოაბამენ რაღაცა და გაუშვებენ და უნდა მივიდეს სახლში რა. რომ ეს სული უნდა იმას აქნან, მიხვდი? სული უნდა მივიდეს სახლში და ეს არის რაღაცა ეს და წესი რომ სულს ესე მიიყვანეს სახლში. რაღაცა ძველი ტრადიციაა რა. 85-86 წლის ჩვენიო მეგობრის ბაბუა დაიღუპაო რა და ამ კაცს რაღაცა იმპაქტი მოვიდა ეზოდან დაახლოებით 200 მეტრში, 300 მეტრში რა და იქ გარდაიცვალა გარეთ ეზო ხო, ეზოს გარეთ რა და ტრადიციის შესაბამისად, როგორც შეეფერება ტრადიციას, იქ მიიყვანეს მამალი და დადეს ახლა ეს საკვებები რაღაცა და მართლაო იფიცება ყველაფერსო ზუსტადო ისე ხო თქვენს წინასწარ ამ კაცს ეს უყურდა და მრავალფეროვანიო სუფრაო ესე დადესო და მამალი მიუშვეს და ზუსტად ის ჭამაო რა გაოგნებული უყურებდა ზოგი ახლა ვინც სხვებიც იყვნენ არა მარტო ხო იქ რაღაცა და მე ის მამალი სახლში ბრუნდება და ის მამალი სახლში ბრუნდება უკვე დამტკიცდა რომ ნამდვილად მისი სულია იმიტომ რომ მართლა ის საკვები ჭამა გამორჩეულად რომელიც უყვარდა და განსხვავებულად და ხალხმა თქვა რომ აი აგი კიდევ ერთი საოცრება თუ არ არის ეს ხო და გამოვაბეს აღა მამალს ეს თოგი და გაუშვეს სახლში ხო და ოჯახი ახლა მეუღლე ცოტა იყო ბაბუ 86 წლის იყო და მეუღლე იყო დაახლოებით 70 წლის. ახლა ახალგაზრდაა კაცო 70 წლის ბაბუსთან შედარებით და ახალგაზრდა მეუღლე ყავდაო და წავიდა ახლა ეს მამალი 200 მეტრი უნდა იაროს გესმის და უყურებენ ახლა ეს მიდის ეს ახლისგან კაცო. ორსო მიდის ეს. მიდის ესე და მივიდა იმასთანო რა ზაღდა რომ მივიდაო. გაჩერდა ეს მამალი რა. გაიხედა წინ უყურებს სახლს. აქეთ გვერდით სახლია და გააქნია, გამოაქნია თავი და გავარდა მეზობელ ქალთან. იქ დაგლებოდა. იქ გამოვიარდა და ცოლი ეძახის თურმე მკვდარი მაინც მოდის სამშიო კაცო. მიზოლებული მაინც დაბრუნდი უკან. იქ დაგლებოდა. როგორც რაღაც ეჭვი არსებობდა და ბაბუ მეზე იგი მამალი ეს გასო იქით გაიხედა აქეთ გამოვიდა აქი დადო თავი და გაიცაო კაია ვენეციაში მქონდა ტური უბრალოდ ხო ნუ ვენეცია შედიოდა ვენეცია ვერონა მილანი იტალიის ტური მქონდა და ისა ვენეციაში რომ მივდიოდით ერთი სასიამოვნო ქალბატონი მოვიდა და ვაიმე ჩემა ქმარმა დამაბარა განდონებზე რო არ დავჯდი არაფერ არ შეიძლებაო ხო და მე ვთხარი გონდოლებზე ალბათ ქალბატონო ხო რა ვიცი რა ქვიაო და ისე ხო ის დრაგის 90 ევრო უნდა ერთი იწება 90 ევროდან უფრო ძვირიანებიცა ხო მე ვთხარი ისეთი ფასის ღირს გეკითხა შეგიძლია იმა გეუჩერდია მე ვთხარი რა დაგაბარდი მას და ისე ძვირი
კაია. მე არ წარმომიდებოდა მაგალითად გუნდოლაზე. ჭკუას გარიგებს ყველაფერი ნიშნობა არ აქვს რაც გააკეთებ ამას წინად ჩემი ბავშვობის მეგობარი შემხვდა მღვდელი გამختარა ისა რა ქვია ისა ეკლესიური სულ იყო ხო და ისა რა ქვია ოღონდ დედამისი შეეწირა ამის ნერვიულობას. ახლა რა ბიზნესი ქონდა, საწყობი ქონდა, თუ თქვა რა კარგად იქნა, მაგრამ იქნა და გაუყიდა ყველაფერი და აქცია ჩამოაქცია, თამაშობდა. ხო, სასწავლო მოგდა ეს კალი ბოლო-ბოლო ნერვიულობით. მერე ისა რა ქვია, მერე სახლი დააგირავა, მერე ის სახლი გაყიდეს, მერე მამა ქუჩაში დატოვა და ქუჩაში მოგდა ის საწყალი რაღაცა და მერე წასასვლელი აღარ ქონდა, წავიდა ალბათ ეკლესიაში, არის ძველი გახდა და თქმა უნდა მეუნება და შენო ახლა მოვიკითხეთ ერთმანეთი ამდენს რო დაფრინავ, ამდენს რო დადიხარ, ისა მიტოვებული ყავს, ხო? თამილა დედაჩემზეა ლაბარაკი. ხო და მიტოვებული რატომ ყავს? მე ვთხარი, მე დავდივარი გშრომობ, მუშაობ, ხო? ასე არ შეიძლება შენ დაფრინავ და გულაობ და მშობელი მიტოვებული ყავდეს, არა მარიგე თქვას, მამაოა. ხო და ესა რა ქვია? მამაო, მე ვთხარი მე მეუნებით მაგას დედაჩემს რომ პისეცია ნორკა ქონოდა წელეზე ფეხსუდამის საწყალი მამაჩემი მიძღვნილი ქონდა ყველაფერი დედაჩემზე და თელი პისეთში იყო თელი ჩვენი სიდიდრე ოღონ ის ლამაზად გამოსულიყო ნათესავების გასვენებაში და ქორწილში ისე აფტარ წავიდა და თუ ახალ საჭაიცმოდა და ხომ ვინმე რომ მოკდებოდა ჩვენ მართლა ვგლოვობდით იმიტომ რომ ქონდა ახალი შუბა საყიდელი ხონდა სადილად ქონდა საქმე მართლა გულწრფელად პიროდით ხო და ისა რა მე მეუბნება რომ დედაშენს მიხედეო ეს ადამიანი ნუ სასწაული ჭირს რა ღმერთო მაპატიე მარკეტში მე ადრეც აქ ბევრი მიხუმრია იმ 10 თეთრიან ცელოფნის პარკებზე მოკლედ ნუ სასწაული მჭირს რო არ გეკითხები და ესე ვატარებენ ხო იქნება იქნებ ჩემი პარკი მაგან წამოწა ხელში ვიკითხავს ყველას ავიხუტებ ისე მივდივარ ხო და ისა ბავშვა დამაბარა ჩუპაჩუპსი წამომიღეო ერთ ჩუპაჩუპსია საუბარი ჩუპაჩუპსი ხო და მივაწოდი ამ ხელა ჩუპაჩუპსი და კიდეც კაპ დაიძახა რაღაცა შეხვედე პარკი გაატარა იქ რაღაცა დააცკაპა ხო და ისა გოგონა მე ვთხარი ომი გინდა ჩუპაჩუპსის პარკი რა შეჭა ხო მიიღებ ომს ეუნები და ხო და პარკი არ გინდათო მეკითხება და რომელი პარკი მე ვთხარი რომელი და ბორჯომ ხარა გაუწი ცელოფის პარკი არ მინდა მე ამოაშლებინე მაგრამ მე 15 წუთი იმის ამას რაღაცა კოდი არ იცის დაუძახა ვიღაცას იგი რო გამოვიდა ის პარკი რო წაეშალა უკან ხალხი იცის ამ 10 თეთრის გულისთვის გადამკეტე მოძრაობა ხო მაგრამ რა ვქნა ვიბძვი ასე რა გავაკეთო რა ვქნა ყველა მიმართულებით ჩუპაჩუპსის პარკს მატენია ხა რა არის ახლა თან გადვიდა კაცო ისე კი აღარ არის ახლა იგი საინამოსწრებულია ბორჯომ ხარა გავდის პარკი რა პარკს გავატარებდიო გაგი მე გაიხება კიდე იქეთ ხო 10 მე ვიხდი გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.